ორგანიზაცია საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის და გაეროს მუდმივმა წარმომადგენლობამ საქართველოში საგზაო უსაფრთხოების მესამე გლობალური კვირეულის გახსნასთან დაკავშირებით კონფერენცია გამართეს. ღონისძიების მიზანია საზოგადოების და ხელისუფლების ინფორმირება ქვეითებისა და მძღოლების უსაფრთხოების მიზნით, ასევე არსებული საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და საზოგადოების სხვადასხვა სექტორის მობილიზება, რათა თავიდან იქნას აცილებული ავტოკატასტროფებით გამოწვეული ფატალური შედეგები. განსაკუთრებული ასე ვთქვათ პრიორიტეტი წელს ამ კამპანიის არის ბავშვების უსაფრთხოება, რამე თუ საგზაო ინციდენტების შედეგად არაერთი ბავშვი ზიანდება და იღუპება მსოფლიოში და განსაკუთრებით მინდა ვთქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ უფრო მეტს გააკეთებს. ბოლო პერიოდში საქართველოში გახშირდა ავტოსაგზაო შემთხვევები და სამწუხაროდ ამან უამრავი ახალგაზრდის სიცოცხლე იმსხვერპლა. საგზაო უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესი სფეროა და საჭიროა ახალი მეთოდების დანერგვა ამ კუთხით, რათა თავიდან იქნას აცილებული მსგავსი შედეგები.